სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. Ფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ვიცით თუ როგორი რთულია პრინციპში თითქმის შეუძლებელიც რომ ღმერთს მივწვდეთ, მივახციოთ, პიროვნულად მის წინაშე გავიხსნათ და იგი გამჭვრიტოთ ჩვენს გულში, ანუ მასთან ერთობა გქონდეს პიროვნული კომუნიკაცია, როგორც შვილს მამასთან, გავხდეთ ღვთის ტაძარი, ვიყოთ ნათელი ამ სოფლისა. ეს ჩვენი გამოცდილებით უკვე უნდა ვიცოდეთ. ზოგადადაც ეკლესიის ისტორიას და საერთოდ კაცობრიობის ისტორიას თუ თვალს გავადევნებთ, ეს დაავადება, რომელსაც ქვია სულის სიკვდილი, იგივე ღმერთის უხილველობა და ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ ადამიანს აქვს სულის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გონება, რომლითაც შეუძლია ეს ინტელექტუალური აპარატი არ არის, ეს არის გაცილებით უფრო სიღრმისეული, მისტიკური, საიდუმლო. ადამიანში არის ეს, რომლითაც შესაძლებელია ღმერთთან კავშირი. მაგრამ ეს კავშირი ვიცით, რომ დაირღვა უკვე 60-ხეშივე, როცა ადამიანს ეგონა, რომ ხეების უკან ღმერთს დაემალებოდა. შემდგომში ეს მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდა, ვიცით, რომ პირველი ადამიანი ძმას კლავს და შემდგომში რომ გამოვყვეთ კაცობრიობის ისტორიას, იმგვარად დამახინჯდა ადამიანი უღმერთობის გამო, რომ გაველურდა კიდევაც ზოგ შემთხვევაში და ერთმანეთის ჭამას კი დაიწყეს, ვიცით და სამწუხაროდ ფანტასტიკურ რელიგიურ სისტემებს ქმნიდნენ, როგორც მაგალითად სამხრეთ ამერიკაში და კატასტროფული რაღაცები ხდებოდა, იცით ეს თქვენ. მაგრამ ის რომ ჩვენ ქრისტიანობის წიაღში ვართ, ან ძველი აღთქმის ადამიანები იყვნენ, რომელსაც გამოცხადებით რელიგია ჰქონდათ, ეს უბრალოდ აღნიშნავს, რომ ადამიანი ამით სხვანაირია. ადამიანი რომ სხვანაირი ყოფილიყო, ყველა იცნობდა ქრისტეს. ვერ იცნეს, იმ ადამიანებმა ვერ იცნეს, რომელთა მთელი ცხოვრება მათი გამსჭვალული იყო გამოცხადებითი რელიგიის შესაბამისი ცხოვრების წესით. და ეს ყველაფერი მოცემული ჰქონდათ იმიტომ, რომ ქრისტე ეცნოთ და ვერ იცნეს. ჩვენ აგერ ახალ აღთქმაში ვართ და თითქოს ყველაფერს ვცდილობ და ვაკეთებთ, მაგრამ ღმერთს ვერ ხედავთ. და მიზეზი, რა თქმა უნდა, ამის არის ჩვენი გული. გული, ანუ ღმერთის შემეცნების უნარი, რომელიც გასქელებულია. გასქელებულია ვნებებით, არასწორი ცხოვრების წესით, უწმინდურობით, ეგოიზმით, პატივმოყვარეობით, სიამაყით, პირუტყვული მიდრეკილებებით გასქელებულია და უნარი არა გვაქვს ღმერთის დანახვისა. და თუ სადღაც რაღაცა ოდნავ მაინც სიკეთე არის ხოლმე, იმიტომ რომ აი ღმერთი შეეხო ჩვენს გულს და მივხვდით, რომ ქრისტე ღმერთია. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ვერ ვხედავთ, მიუხედავად ამისა დაუღალავად წლები და წლები და წლები ვცდილობთ, რომ ვიაროთ, ვილოცოთ, ვიმარხულოთ, საკუთარ თავს ვაიძულოთ, ვიდგეთ, ღამე გავტეხოთ. ხო, რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ მიუხედავად ჩვენი უღმერთობისა, ჩვენი გული მაინც რაღაცას ხედავს, რაღაცას ჭრეტს. ძალიან აი თითქოს ღვთაებრივი მძლავრი ნათელი ოდნავ აღწევს, აი რომლის დანახვა ძალიან რთულია, ოდნავ აღწევს. მაგრამ ღმერთმა გვიბოძა ეკლესია და საიდუმლოებანი ეკლესიაში. ეკლესიის საიდუმლოებანი, მათ შორის იგივე ზიარება, ეს ერთგვარი გამაძლიერებლის, გამადიდებელი შუშის როლს, ლუპის როლს ასრულებს, რომელიც აი ამ სხივებს ოდნავ კონცენტრირებას უკეთებს, რომ ცოტათი მაინც ვიგზნოთ და განვიცადოთ. ამიტომაც არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ ლოცვაში არ ვარგივართ, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ ღვთისმსახურებაში მოყვასთან ურთიერთობის თვალსაზრისით არ ვარგივართ, აი აქ მაინც მოვდივარ და მაინც გვინდა და მაინც ინტუიციას ჩვენი სწორად მუშაობს. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, საეკლესიო საიდუმლოებანი იმ სუსტ ჩვენი ცოდვებისგან დაბიძურებული გულის გამო ჩვენში არსებულ სუსტ ღვთაებრივ ნათლს ცოტათი გვიძლიერებს. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, იმიტომ რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე წავსდგებით მალე, როცა გარდავიცვლებით და ეს არ გვიშველის ჩვენ მხოლოდ ღმერთის დახმარება, თუ ჩვენ
თავგანწირული ცხოვრების წესით არ გამოვხატეთ, რომ ჩვენ ღმერთი გვინდა. ამიტომაც არსებობს ეს სიტყვა მოწამეობა, რომელიც ნიშნავს დამოწმებას, ცხოვრების წესით დამოწმებას იმისა, რომ ქრისტე არის ღმერთი. თუ ეს შინაგანი მისტიკური ცხოვრება ჩვენში არ განვითარდა, დამერწმუნეთ, აუცილებლად მოვა დრო და მოგბეზდებათ გარეგანი რელიგიური ცხოვრება და თქვენ ეკლესიას დატოვებთ, ან გადაიქცევით იმგვარ ქრისტიანად, რომელიც სულ ზღაფავს და შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ეზიაროს ისიც რის ვაივაკლახი. ან მეორე უკიდურესობა დაგემართებათ, გადაიქცევით საშინელ ფანატიკოსებად, რომელიც დემონურ მდგომარეობას ატარებს ქრისტეს სახელით საკუთარ გულში. ეს პირველი ვლინდება იმაში, რომ მას არ შეუძლია მოყვასი უყვარდეს და ეს აუცილებლად შეიძულებს მოყვას. და საკუთარი თავი ეგონება ყველაზე კარგი და ყველაზე მაგარი და ყველაზე ნამდვილი. ეს არის ფანატიზმი. ანუ ან ერთი დაგემართება, ან მეორე, თუ შინაგანი ცხოვრება არ გექნა და მხოლოდ გარეგანი რელიგიურობით დაკმაყოფილდი. გარეგანი რელიგიურობით მაცხოვრებელი ადამიანს არ ესმის ქრისტეს სიტყვები. არ ესმის ქრისტეს სიტყვების სახარებაში. არ ესმის ლოცვის სიტყვები, რომელიც მადლიანია, ხო ეს ლოცვის სიტყვები. არ ესმის ღვთისმსახურება. ვერ ხვდება რას ნიშნავს ზიარება. გესმით? ანუ არაფერი არ ესმის, იმიტომ რომ გარეგანი რელიგიური ცხოვრებით კმაყოფილია. ფიქრობს, რომ ეს საკმარისი. ეს არ არის საკმარისი. გარეგანი რელიგიური ცხოვრება თავგანწირვას არ მოითხოვს. რაღაც წესებს ასრულებ და მორჩა, სულ ლეგალი. იმიტომ რომ ადამიანი მიჩვეულია უწესოდ, ადამიანი საერთოდ არ არის. სურე უზნეო იყოს, სურე უღმერთო იყოს, რაღაცა წესებით ცხოვრობს. აუცილებლად. ბოლო-ბოლო საკუთარი სხეულის მოვლასაც რაღაც წესები ჭირდება. მანქანის მოძრაობას რაღაც წესები ჭირდება. ანუ წესის გარეშე ადამიანი არ ცხოვრობს. ამიტომ იმას დაემატა რელიგიური წესი და პლუს თვითკმაყოფილება, რომ რაღაცა კარგად იქნება მომავალში საქმე, აქაც კარგად შემეწევა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საკმარისია ის ხურვალება, პავლე მოციქული რო ამბობს, სულით მდუღარენი იყვენი და უფალი რო ამბობს, რომ ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასაზე და ეს ცეცხლი მას უნდა, რომ ჩვენს გულში აბრიალდეს, აღეგზნას, ამის გარეშე. ანუ შინაგანი ცხოვრების გარეშე, რომელიც სწორედ ღვთაებრივ ცეცხლს უკავშირდება, რომელიც განსწმენს ჩვენს გულს, იმ გულს, რომლის გამო ჩვენ ვერ ხედავთ ღმერთს და განსწმენს, გამოწვავს, გამოახურებს იმ გულს, ამის გარეშე ადამიანი ქრისტეს ვერ ხედავს, ქრისტესი არ ესმის, ხოლო საკუთარ თავს ატყილებს. ამიტომაც ის სიტყვები, რაც დღეს აღმოვიკითხეთ, მოწაფეები რო ეუნებიან, უფალი, როცა ვიღაცას კურნავს, ფარისევლებს ესეც არ მოსწონთ. მაგრამ უბრალო ხალხს მოსწონს, როგორ არ მოსწონს, როცა უფალი კურნავს. მაგრამ როგორც კი რაღაცას ასწავლის უფალი, უკვე ვეღარ იგებენ. გესმით? წინააღმდეგობაში მოდიან და სხვადასხვა დროს მოციქულები, მოწაფეები თითქოს უპროტესტებენ, რომ ძლივს ხალხი მოგროვდა ცოტა და ისევ წავიდნენ ისეთი რაღაცა თქვი. ეს ბევრჯერ ხდება წმინდა წერილში, ჩანს ეს. ანუ მის ცხოვრებაში ხშირად ხდებოდა, რომ რაღაც ვიღაცები შემოიკრიბებოდნენ, მერე უფალი რაღაცას იტყოდა, რაც არის ჭეშმარიტება და რა თქმა უნდა უფალი არ იტყოდა იმას, რაც იმათ მოეწონებოდათ. იტყოდა იმას, რაც ჭეშმარიტებაა და მერე ამას ვერ იგებდა და ხალხი მიდიოდა და ეხლა ეუნებიან, მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისი და რქვეს, უწყია, რამე თუ ფარისეველთა რა ესმა სიტყვა იგი დაბრკოლდეს. ფარისევლები, ანუ ყველაზე ძლიერი რელიგიური პარტია, მოდი ესე ვთქვათ, ეს ტერმინი რო გამოვიყენოთ, იუდეაში ყველაზე მეტნი იყვნენ და ყველაზე გულმხურვალე, ყველაზე მგზნებარები და ყველაზე ბევრნი. სადუკევლებიც იყვნენ, მაგრამ თუმცა სადუკევლები ძალიან მდიდრები იყვნენ და მღვდელმთავრები ზუსტად ქრისტეს დროს სადუკევლები იყვნენ, ანას და კაიაფაც სადუკევლები იყვნენ. ანუ რომელთაც მარადიული სიცოცხლის არ წამდათ. ესეც ხო საინტერესოა. ყველაფერს ასრულებს, მაგრამ მარადიული სიცოცხლის არ წამს. იმდენად არათუ ქრისტე ვერ იცნეს, საერთოდ მარადიული სიცოცხლისაც არ ჯერუნდათ. გესმით? რას ნიშნავს რელიგიური ცხოვრება? რელიგიური ცხოვრება. ეძახით და მღვდელმთავარია და არ ასწავს მარადიული სიცოცხლის. ეს არის. ესენი იყვნენ სადუკევლები, მაგრამ ფარისევლები, რომლებიც თითქოს უფრო ახლოს იყვნენ, ხო, წესით უნდა ქრისტე მიეღოთ, დაბრკოლდნენ. უფალი რას ამბობს? უფალი არ მისდევს ამ დაბრკოლებულ ადამიანებს. ეგ იმას ანიშნავს, ჩვენ ვიღაცა დავაბკოლოთ და მე ესე იგი ხელი ჩავიქნიოთ. მაგრამ მაგ პრინციპი უნდა დაინახოთ და საკუთარი თავი უნდა დავინახოთ იმ ადამიანში, რომელიც ქრისტეს სიტყვებს ვერ გაიგებს და დაბრკოლდება. და
შეიძლება უფალი არ გამოგედევნოს, უფალმა არ დაგიჭიროს, ძალით არ მოგიყვანოს, აი რას ამბობს. თავადმა მიუგო და რქვა მას, ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა, მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითუთ აღიფხორას. ეს მრავალგზის ამბობს ამას უფალი, რომ თუ გამოცხადებით არ მიიღო ღმერთ ადამიანმა ქრისტეს ღმერთობის შესახებ ცოდნა, გამოცხადებით, რაც არ უნდა ელაპარაკო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათ შორის რელიგიური ცხოვრებასაც არ აქვს მნიშვნელობა. არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ გამოცხადებით არ აქვს ადამიანს მიღებული, რომ ქრისტე ღმერთია. არაფერი არ შველის ადამიანს. და ვის აქვს გამოცხადები და ვის არა, ეგ საიდუმლოებაა ჩვენთვის, თუმცა ღმერთმა უწყის, ვის აძლევს და ვის არ აძლევს. ვინ მიმღებია და ვინ არ არის მიმღები, ჩვენ არ ვიცით ეს. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვექნება ამბიცია, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია ვიცოდეთ, მაშინ ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რატომ მოგვეცა, მე ისიც უნდა ვიცოდეთ, სხვას რატო არ მიეცა, ჩვენ აღმოვაჩენთ ადამიანებს, რომლებსაც არ მიეცა, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ მოგვეცა და იმ წამს გვეგონება ჩვენი საკუთარი თავი იმაზე უკეთესი, საჯულის პოზიციას დავიკავებთ და 1000 უბედურება დაგვემართება და რაც გვაქვს იმასაც დავკარგავ. ეს არის საიდუმლოება, რატო ეძლევა, რატო იღებს, ვიღაცა ვერ იღებს, რატო მიეცა ამას, რატო არ მიეცა იმას. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. და მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ვიმეორებ ერთხელ, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ეკლესიაში ყოფნა ჯერ კიდევ არ არის გარანტია იმისა, რომ ქრისტეს ღმერთობის გწამს. თუნდაც თეორიულად საღვთისმეტყველო თვალსაზრისით აღიარებდნენ. კი, კაცო, ღმერთი აბარა, წამს. როგორ არა, აი კითხულობ წინს და წამს. შეიძლება ადამიანი ღვთისმეტყველების დოქტორიც გახდეს ქრისტიანობაში. ესე იგი მას ვერბალურად იტყვის, რომ წამს, მაგრამ ცხოვრების წესით ეს თუ არ დასტურდება. თუ არ დასტურდება ცხოვრების წესით, რანაირადაც წამს. უფალი ხო ამბობს, უფლისათვის ხო რწმენა და სიყვარული სინონიმებია და იმიტომ რომ რწმენაც და სიყვარულიც ერთი რამით განისაზღვრება, ქრისტესადმი ერთგულებით. და თუ ქრისტესადმი ერთგული არ არის, თუ ქრისტეს არ ემსგავსება, ქრისტესადმი ერთგული რას ნიშნავს? ვარ ერთგული ხა, ამდენს გინდა თქვას ადამიანმა. ქრისტეს ერთგული, ქრისტეს ემსგავსება. თუ ქრისტეს არ აგავს, თუ ტაძრად არ გადაიქცა, იმიტომ რომ ქრისტეს ერთგული ნიშნავს იმას, რომ მაშინ ღმერთი მკვიდრდება. ესე იგი ტაძრად გადაიქცევა. თუ ტაძრად გადაიქცევა, მაშინ ის განხთობილი ადამიანია, ის ასხივებს ნათელს. ის თავის გარე სამყაროს ცulis. ის ანათებს უპირველეს ყოვლისა სიმშვიდით, სიმდაბლით, გულმოწყალებით. ესმით აი ამით, განუკითხველობით. უფალი ამბობს, რომ ესე იგი მამამ უნდა დანერგოს და მე ამბობს ესეთ რაღაცას. უტევენით ეგენი, ანუ გავუშვით. ბრმანი არიან და წინამძღვარი ბრმათანი. ხა წინამძღვარ შემთხვევით არ ახსენებს, იმიტომ მე აგზელებს. ეს ბრმა წინამძღვარი, ბრმას თუ წინა უძღვინ, ორივენი მხრებსა შთაცვივნიან. ხედავთ, აი როგორი სახიფათოა ნებისმიერი წინამძღვრობა, წინამძღოლობა, თანამდებობა, თქვა, ეს იქნება საერო თუ ეს იქნება საეკლესიო, ნებისმიერი როგორც ოჯახის მამობა, მშობლობა, გესმით? სკოლის დირექტორობა, მასწავლებლობა, გესმით? როგორი საპასუხისგებლოა, იმიტომ რომ საკმარისია 1-2-3 კაცი გისმენდეს და შენ თუ ბრმა ხარ, შენ გესმით რა მოხდება იქ? რა მოხდება? ამიტომ ძალიან საშიშია და ადამიანს კიდე აბრმავებს ბევრი რამ, ის რომ ქრისტეს ვერ ცნობს ადამიანი და ბრმა ხდება, ეს უბრალოდ იქ კი არ ჩერდება, რომ ხო, კაი, ვერ ცნობს ქრისტეს, მაგრამ წესიერი კაცია და ზნეობრივია და პრობლემა არ არის, რა ვქნათ ახლა ვერ ცნობს, მაგრამ არა უჭირს, ცუდი კაცი არ არის და ესე ამაზე არ ჩერდება ეს. ეს კატასტროფულ ფორმებს იღებს, ვისაც საბჭოეთი უნახავს. იქ რა თქმა უნდა იყვნენ კეთილშობილი ადამიანები, მაგრამ თლიანობაში გლობალურად ეს იყო კატასტროფა იყო. მილიონობით ადამიანი ისე გარდაიცვალა საბჭოთა კავშირში, რომ გულწრფელად ჯეროდათ, რომ ღმერთი არ არსებობდა და ეს გამოიწვია აი ამ ბრმებმა, რომელიც მოვიდნენ ხელისუფლებაში და მთელი ეს მილიონობით ადამიანი ორმოში ჩაყარეს. მილიონობით. ზოგი რო მისტირის საბჭოთა კავშირის. რატო მისტირის, როგორ ფიქრობთ?
იმიტომ რომ ვისაც კარგად ახსოვს, განსაკუთრებულად უკვე რბილი საბჭოთა კავშირი რო იყო დაცული ზნეობრივი ნორმები და იყო სოციალური უზრუნველყოფა ხალხის. ანუ ფაქტობრივად ეს იმას გავდა ხორცით სავსე, ქვაბებს, ვეჯექით, იუდეველები რომ მისტირიან ეგვიპტეს, რა თქვენ, ეხლა ღმერთის წინამძღოლობა და აღთქმული მიწა, რაში მჭირდება, როცა ხორცით სავსე ქვაბები არა გვაქვს. გესმით რა შეასაქმე. აი ეს აი ხო არის მამები რომ ამბობენ პური და ჯვარი, ერთ მხარეს პური დაიდება, მეორე მხარეს ჯვარი და ადამიანი ჯვარს კი არ ირჩევს, ადამიანი პურს ირჩევს. ეს დრო პერიოდულად იყო და ეხლა მით უმეტეს დადგება ცოტა ხანში ეს დრო და უკვე დგება ეს დრო, როცა ადამიანი აირჩევს პურს და არ აირჩევს ჯვარს. თუ ადამიანი აირჩევს პურს, ის დაიღუპება. თუ ერი აირჩევს პურს, ის დაიღუპება. მხოლოდ ჯვრის არჩევა გადაგვარჩენს ჩვენ მარადიულათაც და როგორც ერთეული, ეროვნული იქნება თუ ინდივიდუალური იქნება თუ ოჯახი იქნება და ასე შემდეგ. ამიტომაც დიახაც ეს წინამძღვრები, რომლებიც არიან ბრმები, მიუძღვიან ამ ბრმებს და რატო არის ადამიანი ბრმა? ორიენტირი არ აქვს. ქრისტე როცა არ არის ორიენტირი, სულ ამას არ ვამბობ. შენ თუ ქრისტიანი ხარ, ყველაფერი, ყოველი ნაბიჯი, შენი ყოველი ნაბიჯი შეაფასე სახარების შუქზე. როგორც კი შენ ამას არ აკეთებ, როცა შენ შენი სიმართლით ოპერირებ, ყოველთვის შეცდები ვინა ხარ შენ ადამიანო, რომ ასე ენდობი საკუთარ სიმართლეს, მაშინ როდესაც წმინდა მამები ხაზგასმით ამბობენ, ათეული წლები უცხოვრიათ ასკეტ მამებს, განსაცვიფრებელ ასკეზით, განსაცვიფრებელი რწმენით, სასწაულთ მოქმედებების უნარით და ბოლოს დაღუპულან. იმიტომ რომ გადაუდგიათ ნაბიჯი ქრისტეს საწინააღმდეგო. ვერ მიხვდნენ. რატომ? იმიტომ რომ ჩაეძინათ სულიერად, მღვიძარებიანი იყვნენ, ენდნენ საკუთარ გამოცდილებას, ენდნენ საკუთარ სიმართლეს, რომელიც უკვე ქრისტესთან ერთობაში ეგონა და კონტროლი შეწყვიტეს. ეშმაკს კიდე არ ძინავს. 80 წელი დაგელოდება, ბავშვობიდან 8 წელში ხარ. 80 წელი დაგელოდება და სიბერეში შეიძლება სიძვის ცოდვაში ჩაგაგდოს, ეგეთებიც ყოფილა, ბევრი. წარსულშიც და ახლაც. ეხლა ეს ბრმა ვინ არის? ბრმა არის ის, ვინც განუწმენდავი გულით ცხოვრობს და ჩვენ თუ არ ვიცით, რომ ჩვენი გული განუწმენდავია, ჩვენ ხილში ვართ. ჩვენი გული განუწმენდავია, ამიტომ ვიტანჯებით ჩვენ ლოცვის დროს. იმიტომ რომ არ გვემორჩილება ჩვენი გული, ჩვენ ღმერთი გვინდა და ვერ ვამყარებთ მასთან ერთობას. განუწმენდავი გული გვაქვს. ეს მაშინ, როდესაც ეს გვაწუხებს, თუ გვაწუხებს იმედია, და როდესაც ვცდილობთ, რომ გული განიწმინდოს და თუ ადამიანი ამას არ ცდილობს, თუ ადამიანი ამას არ აკეთებს, თუ ადამიანი მით უმეტეს მოწყვეტილია ეკლესიის საიდუმლოებას, მაგ გახსოვთ უფლის სიტყვები დღეს აღმოკითხული, გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი, არ გეცნობა თანამედროვე მსოფლიოს დახასიათება, თანამედროვე ადამიანის დახასიათება არის თუ არა ეს? ოღონ თლათ ისე ვერა კიდე. თლათ ისე კიდე ვერა, რაც ჭირს დღევანდელ ადამიანს. გული არაწმინდა აქვს ადამიანს, ყველას. ორიენტირი დაკარგულია. ბრმა არის და ხა ბრმა სადაც არ უნდა ბრმა სად მიდის? სად მიდის ბრმა? არსად არ მიდის. არსად ორმოსკენ მიდის და ვინც მას უსმენს მიყვება და ისიც ორმოში ვარდება. და აი ამას ეს ყველაფერი თქვა და მე როგორ არის, ნახეთ სახარებაში ეს ყველაფერი უთხრა და წარვიდა მიერ იესო. ღმერთმა დაგვიფაროს იესო ჩვენი გულიდან წავიდეს. ღმერთმა დაგვიფაროს იესო ჩვენი სამშობლოდან წავიდეს. არ შეიძლება ეს მოხდეს, გადახედეთ ეკლესიის ისტორიას. რამდენი ქრისტიანული ერიდან წავიდა იესო. რამდენი ქრისტიანული ერიდან წავიდა იესო? ძალიან ბევრი ქრისტიანული ერიდან წავიდა იესო. იმიტომ რომ თუ ის წავიდა გულიდან და თუ იესო ბევრი ადამიანის გულიდან წავიდა და თუ ამ ადამიანებმა კრიტიკული მასა შეადგინეს, იცოდეთ რომ ერიდანაც წავა იესო. და მე ამას რა მოყვება? როცა იუდეაში ქრისტე უარყვეს და ქრისტე მათგან წავიდა 40 წელიწადში ქრისტეს ჯვარცმიდა. კატასტროფა დატრიალდა.
აი სოფლიოში ბევრი კატასტროფები დატრიალებულა და უბედურებები, მაგრამ რაც დატრიალდა მაშინ იუდეაში, მსგავსი თითქმის შეიძლება ვერც კი ნახოთ სოფლიო ისტორიაში რას იქ დატრიალდა მაშინ. წაიკითხეთ ის ისტორია და ნახავთ. რა დამართა რომის იმპერიამ იუდეას, რა დამართა. ისეთი რამე დამართა, რომ თვითონ რომაელები იყვნენ შეძრწუნებულები, მათაც კი არ უნდოდა თითქოს რაღაცა აი ღვთის განგებულება, რაღაცა საშინლად მართლსაჯულება მუშაობდა, რაღაც საშინლად. თვითონაც შეძრწუნებულები იყვნენ, რა ხდებოდა მათი ხმლით, რა უბედურება ტრიალებდა იუდეაში. ხოდაი ცხოვრების წესზე ორი სიტყვას გეტყვით კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ. ნახეთ პავლე მოციქული როდის ამბობს კორინთელებს ეუნება, მაგრამ ეს სიტყვები ძალიან აი მაგალითად ესე ამბობს. აი რას გეტყვით ზმანო, უკვე იწურება ჟამი და ეს ჩემ ყურს ძალიან თბილად ხვდება, იმიტომ რომ პატრიარქი ძალიან ხშირად იმეორებდა ამ სიტყვებს. ეს უკვე 89 წელს მე რო ეკლესიაში მოვედი, აი მაშინდელი მოყოლები და მესმის ამბიონიდან ამბობდა ხოლმე. იცხოვრეთ სულიერად, იწურება ჟამი, ჟამი იწურება, ძალიან ბევრჯერ ამბობდა ამას პატრიარქი. ეხლა ესეთ რამეს ამბობს, შე წაგიკითხავთ. ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი, თვალცრემლიანი, როგორც უცრემლონი, მოხარულნი, როგორც გაუხარელნი და მქონენი, როგორც არასმქონენი. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი, როგორც მოზარალენი. ეხლა ეს იმას კი ანიშნავს, რომ ცოლი გააგდო და ესე იგი ყველაფერი მოსპო და გაანადგო, რა არა. დამოკიდებულება, რადგან ჟამი იწურება და ჩვენი ჟამი ხო ნახდათ იწურება, კაი, გავანებოთ სოფლიო ჟამს და უფლის დაბრუნებას და ანტიქრისტეს გამეფებას, ჩვენი ხო იწურება, აი ჩემი ჟამი ხო იწურება, ამიტომ მეუბნება მე რომ გული ნუ მიეწებება ნურაფერს, ხო გაქვს, ხო ყავს, ხო ფლობ, თითქოს არ აკავს, თითქოს არ ფლობ, ანუ შენ გულში მას ადგილი არ ქონდეს, გულში მხოლოდ ქრისტეს ქონდეს ადგილი, შენს გულში მარტო ქრისტე იყოს. ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი, აგზელოს პავლე მოციქული. მაგრამ ამას გეუბნებით თქვენსავე სარგებლისათვის და არა იმიტომ, რომ კამანდი მოგდოთ. ანუ თქვენი დაბრკოლება კი არ მინდა პავლე მოციქული ამბობს, მაგრამ იფიქრეთ ამაზე, როგორ რბილად ამბობს, თქვენი სარგებლისთვის გეუბნებით, იფიქრეთ ამაზე. და ეს რომ გავიგოთ და ისიც გავიგოთ, რომ გული როგორ განიწმინდოს და ღმერთი როგორ დავინახოთ და ღმერთი როგორ ვიცნოთ, ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ, რომ გონებას ვერ ვიმორჩილებთ, აზრები შემგვიტევს ლოცვის დროს და ყურადღება გულიდან გაგვირბის. რატო? იმიტომ რომ ჩვენი გული სავსეა, ანუ ჩვენი გონება სავსეა ყველაფრით გარდა ქრისტესი. და როგორც კი პიროვნულ გადაწყვეტილებას იღებ, რომ აი ახლა მე უფალს ხმა უნდა მივაწვდინო, იმ რაღაცებს, რაც ჩვენი არსება რითაც სავსეა, მიდის ეშმაკი და ესე ურევს და იწყებს მათით მანიპულირებას და იმღრევა და იმ წამსვე ლოცვაში ხელი გვეშლება. და ამას რომ ვაჯობოთ ერთ-ერთი, რაც არის აუცილებელი, პავლე მოციქული ამასაც ამბობს. ამიტომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებლივ მსახურებდეთ უფალს. ანუ ჩვენი ღვთისმსახურება, ჩვენი გულში უფალთან ყოფლის მცდელობა, ღვთის ხსოვნა, დინამიური ხსოვნა, მისტიკური ხსოვნა ღმერთისა. უნდა იყოს მოუკლებელი, არასოდეს არ უნდა დაივიწყო, რომ ქრისტესი ხარ და რომ ქრისტე შენშია, რომ შენ ღვთის ტაძარი ხარ და რომ შენ მასთან კომუნიკაცია და ერთობა შენი ცხოვრების საზრისია. და თუ შენ ეცდები ამას, რომ შენში მუდამ ჩართული იყოს, მოდი ასე ვთქვათ, ეგება რაღაცა გვეშველოს. იმას მაინც მივხვდებით, რომ მას არ ავეკიდოთ. და ჯვრის მაგივრად პური არ ავირჩიოთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.